და ახლა არის კვირა და ხვალ არის ორშაბათი, დაიწყება სკოლა. სკოლის ესე ვთქვათ, კვირის პირველი დღეა. ვაკეთებ ესეთ ჩემს ტრადიციას საღამოს, ანუ ვალაგებ ჩემს წიგნების კუთხეს, სადაც მილაგია სკოლის ნივთები, წიგნები და მინდა ეს ტრადიცია გაგიზიაროთ თქვენს. ერთად დავალაგოთ დღეს ჩვენი კუთხე და თან გაგიზიაროთ როგორ ვალაგებ ხოლმე, ესე რომ ვთქვათ და როგორ ვანახლებ ჩემს კუთხეს. სანამ დავიწყებთ კი მინდა გითხრათ ის რომ აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონებათ და კომენტარით რა გადავიღო შემდეგ ვიდეოში და დავფოლოვეთ რა თქმა უნდა. ექში განახებ თუ როგორ გამოიყურება ჩემი კუთხე. სულ მაქვს მხოლოდ აი ეს ორი უჯრა, სადაც დევს ჩემი ნივთები. მაღლა მაქვს წიგნები და სუვენირები, ესე რომ ვთქვათ. და მაღლაც მილაგია ასევე წიგნები, ესენი უფრო წასაკითხი წიგნები. პირველი უჯრა არის ძირითადად, სადაც საკანცელარიო ნივთები, წიგნები და რვეულები მილაგია, ხოლო აქ მაქვს ზედმეტი ნივთები, ესე რომ ვთქვათ. ეხლა ცოტა არეულია, მაგრამ დავალაგოთ. ეს ნაგვისუნა და აქ სკოჩი მაქვს, ესე რომ ვთქვათ. და აი აქ მაქვს ორი ყუთი, სადაც მილაგია სტიკერები, კალმები და სხვადასხვა ზედმეტი ნივთები, საკანცელარიო ნივთები, რომლებიც იშვიათად მჭირდება. ხო, ალბათ შეამჩნიათ აი ეს უჯრა რა კუთხეც. აქ მიდევს ჩემი ძმის და ჩემი პირველი ეტაპი არის ჩვენი კუთხის მოსუფთავება და ამაში ჩვეულებრივ ტილოს ვიყენებ, სულ საფეხს არ ვიყენებ ხოლმე ძირითადად. ეს უფრო კარგად ასუფთავებს და მოკლედ ახლა უნდა გავასუფთავოთ ძირითადად ეს ნაწილი. ახლა ვწყვეტ აი ამ კუთხის გაწმენდის შემდეგ ჩვენი ასე ვთქვათ წიგნების გადახარისხება სიდიდის მიხედვით ვახარისხებ ხოლმე რვეულებსაც და წიგნებსაც, რომ უფრო ლამაზად იყოს დალაგებული. მოდით დავიწყოთ. უკვე ჩემი კუთხე და ვფიქრობ რომ კარგადაც გამომივიდა. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო და ჩემი კუთხეც ასე დალაგდა, ესე ვთქვა და ასე ვალაგებ ხოლმე. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, ასევე დააკომენტეთ რა გადავიღო შემდეგ ვიდეოში და დამფოლოვეთ რა თქმა უნდა მეტი ვიდეოსთვის. ახლა კი კარგად.